ჯაია და ბოლო დღების აქტუალური თემა გასულ კვირასთან შედარებით გრიპის შემთხვევებმა იმატა, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა საგანგაშო არაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში შიშის და პანიკის საფუძველს კვლავ არ ხედავენ, რადგან ზამთარში ვირუსები აქტიურდება და სეზონზე საქმე ტრადიციულ შემთხვევასთან გვაქვს. რა ხდებოდა დღეს კლინიკებში, სადაც 24 საათიანი ცენტრებია გახსნილი, ვნახოთ თამარ ბუბაშვილის რეპორტაჟი. ბათუმის სასწრაფოს ბრიგადამ ორი გამოძახებაზე გადის, მიზეზი სავარაუდოდ გრიპის ვირუსია. მსგავსი ჩივილებით ბათუმის სასწრაფოში დღე-ღამის განმავლობაში 400-მდე ადამიანი რეკავს. ექიმები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და სასწრაფოს გამოძახების საჭიროება არ არსებობს. მიმართეთ თქვენი უბნის ექიმს და მხოლოდ რაღაც კრიტიკულ შემთხვევაში, როცა იქნება ძალიან მაღალი სიცხე, საეჭვო სიმპტომები, გაესაუბრებით თქვენ ოჯახის ექიმს და ის ჩათვლის, რომ საჭიროა სასწრაფო, მაშინ გამოიძახეთ სასწრაფო. სასწრაფო დახმარების სამსახურის განტვირთვაზე საუბრობს ჟანდაცვის მინისტრი. დავით სერგენკო სპეციალური ცენტრების შექმნის მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს. ამოცანა ამ პუნქტების გახსნის იყო, რომ სასწრაფოზე შემცირებული იყო დაწოლა გამოძახებები და რა თქმა უნდა ამ პუნქტებში გაზრდილიყო და ესეც მოხდა. 24 საათიანი გრაფიკით მუშაობს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი. 23 იანვრის მონაცემებით კლინიკამ 68 პაციენტი მიიღო. გრიპი კი მხოლოდ 13 მათგანს დაუდგინდა. დღის განმავლობაში 80-მდე პაციენტი აკითხავს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილ სპეციალურ ცენტრს. სპეციალისტები მოქალაქეებს კონსულტაციას ტელეფონის საშუალებითაც უწევენ. სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლირებადი, 7 წყნარი ვირუსული ინფექციის სეზონია და რუტინული სიტუაცია მინდა გითხრათ. საგანგებო და ასეთი განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. არანაირი პანიკის საფუძველი მოსახლეობას არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ მომართვიანობის 80%-ზე მეტი არის უბრალოდ შეშინებული მოსახლე და მხოლოდ 20%-ში ისმება დიაგნოზი გრიპის. ეს გრიპოზული მდგომარეობაც არის აბსოლუტურად მართული თუ არ არის გართულებული. პაციენტების რაოდენობა გაორმაგებულია ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში. კლინიკა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მიუხედავად ამისა, პაციენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ექიმების რაოდენობა საკმარისი არ არის. მომართვიანობა არის დიდი, მაგრამ ორი ექიმი მუშაობს საავადმყოფოში და იგი არის ძალიან დიდი და არ გიქნებოდა თუ ექიმებს დაამატებდნენ. 9 საათზე მეტია უკვე 50 წუთია ველოდებით ისტორიის გახსნას. დაახლოებით პრეჰოსპიტალური დეპარტამენტი დღე-ღამის განმავლობაში ღებულობს 100, 120, 130 პაციენტი. ჩვენ მუშაობთ 24 საათიანი, ყოველთვის წარსულშიც, ეხლაც და მომავალშიც. მომართვიანობის გაზრდის მიუხედავად ექიმები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის ეპიდემიის საფრთხე. სპეციალისტების განმარტებით ზამთარში სეზონური ვირუსები ტრადიციულად აქტიური ხდება.